2016 წელს რუსული MMA-ის ლეგენდის ფიოდორ ემელიანენკოს 16 წლის ქალიშვილს მოსკოვის ქუჩებში სასტიკად დაესხნენ თავს და იგი საავადმყოფოში გადაიყვანეს. გავრცელდა ხმები, რომ თავდასხმა ჩეჩნეთის რესპუბლიკის ლიდერის რამზან კადიროვის ორგანიზებული იყო. ფიოდორის ქალიშვილზე თავდასხმამდე რამდენიმე დღით ადრე კადიროვმა გამართა სატელევიზიო MMA ღონისძიება, რომელშიც 10 წლამდე ასაკის ბავშვები მონაწილეობდნენ. ფიოდორმა ამის წინააღმდეგ საჯაროდ აიმაღლა ხმა. ფიოდორის კრიტიკამ რუსეთში ნამდვილი განხეთქილება გამოიწვია. რუსი პოლიტიკოსები, UFC-ს მებრძოლები და სხვა სპორტსმენები მხარეებს ირჩევდნენ. კადიროვს ხშირად ხედავენ როგორ ასაჩუქრებს MMA-ის ვარსკვლავებს, ეპატიჟება ოჯახში და ზეიმობს მათ გამარჯვებებს. იგი UFC-ს ბევრ ღონისძიებაზე ოქტაგონთანაც კი შეუნიშნავთ. მაგრამ ეს არ არის დონალდ ტრამპის UFC-ზე დასწრების რუსული ეკვივალენტი. კადიროვი ფლობს დიდ MMA პრომოუშენს რუსეთში, თავადაც ვარჯიშობს გარკვეულმწილად და ყოველთვის მხარს უჭერს ტოპ მებრძოლებს ჩეჩენეთიდან და დაღესტნეთიდან. ნახეთ მისი რეაქცია, როდესაც ჩიმაევმა რობერტ ვიტეკერი დაამარცხა. მაგრამ 2016 წელს კადიროვმა გამართა ღონისძიება, რომელმაც მთელი MMA-ის სამყაროს ყურადღება მიიპყრო და არა კარგი გაგებით. ეს მოხდა მისი 40 წლის იუბილის წინადღეს. შესაძლოა, როგორც ერთგვარი უცნაური საჩუქარი საკუთარი თავისთვის, კადიროვმა გამართა MMA ღონისძიება ბავშვების მონაწილეობით. იმ საღამოს იბრძოდნენ და გაიმარჯვეს ისეთმა პროფესიონალებმა, როგორებიც არიან მაგომედ ანკალაევი და საიდ ნურმაგომედოვი. მაგრამ ყველაზე უცნაური ის იყო, რომ იმავე საღამოს კადიროვის სამი ვაჟი 8-დან 12 წლამდე სხვა ბავშვებს დაუპირისპირდნენ. მიუხედავად იმისა, რომ ისინი ძალიან патаრები იყვნენ, მათ იცოდნენ ჩხუბი. И в такой жуткий размен пускаются мальчики. Да, беспорядочно наносят удары друг другу. მისმა უფროსმა ვაჟმა ახმათმა ტექნიკური ნოკაუტითაც კი გაიმარჯვა. ეს უპრეცედენტო სანახაობა რუსეთში პირდაპირ ეთერში გადაეცემოდა და ბავშვები, რომლებიც კადიროვის შვილებს უპირისპირდებოდნენ, აშკარად შეშინებულები ჩანდნენ. ზედმეტია იმის თქმა, რომ კადიროვის ღონისძიებამ დიდი დაპირისპირება გამოიწვია, მაგრამ რუსეთში ძალიან ცოტამ თუ გაბედა მისი დაგმობა. თუმცა პირველი ადამიანი, ვინც ეს გააკეთა, ლეგენდარული ფიოდორ ემელიანენკო იყო. მან აღნიშნა, რომ 12 წლამდე ბავშვებს MMA ბრძოლებზე დასწრებაც კი ეკრძალებათ. კადიროვმა კი 8 წლის ბავშვებს ერთმანეთი აცემინა ზრდასრულების წინაშე. მიუხედავად იმისა, რომ ფიოდორი ჩეჩენი არ არის, კადიროვის წინააღმდეგ საჯაროდ გამოსვლა ისეთ ღამეა, რასაც ხალხი რუსეთში არ აკეთებს, რადგან ეს ჩვეულებრისამებრ კარგად არ სრულდება. ეს დაპირისპირება MMA-ის ფარგლებს გასცა. ვლადიმერ პუტინის პრესმდივანმა დმიტრი პესკოვმაც კი განაცხადა, რომ ბავშვების ორთაბრძოლა ტელევიზიით შესაბამისი ორგანოების მხრიდან შესწავლას საჭიროებდა. თუმცა შიშის თუ რწმენის გამო ჩეჩენი მაღალჩინოსნების უმრავლესობა ღონისძიებას იცავდა. მათ ადანაშაულებდნენ ფიოდორს სტეროიდების გამოყენებაში და ამბობდნენ, რომ ჩხუბი ჩეჩენი ბავშვის აღზრდის ნაწილია. მებრძოლებიდან კადიროვს მხარი დაუჭირა ხაბიბ ნურმაგომედოვმაც კი, რომელმაც თქვა, რომ MMA ჩეჩნეთში პოზიტიური მოვლენაა და სჯობს ბავშვებმა იჩხუბონ, ვიდრე ტელევიზორს უყურონ. ყველაზე საინტერესო ის არის, რომ UFC-ს მებრძოლმა აბდულ ქერიმ ედილოვმა ფიოდორი შურიანობაში დაადანაშაულა. საპასუხოდ მებრძოლმა ნიკიტა კრილოვმა, რომელიც ფიოდორის მხარეს იყო, ედილოვი ოქტაგონზე გამოიწვია. ეს მთელი დებატები გაჯერებული იყო რასობრივი ქვეტექსტებით, რომლებიც საუკუნეებს ითვლის დაპირისპირება კავკასიელებსა და სლავ რუსებს შორის. ედილოვი მოგვიანებით კადიროვის ვიცე-პრეზიდენტი გახდა, თუმცა 2023 წლის ბოლოს იგი საიდუმლო ვითარებაში გარდაცვლილი იპოვეს. ბევრი ვარაუდობს, რომ ამის უკან კადიროვი იდგა. ფიოდორმა ეს ყველაფერი საკუთარ თავზე გამოსცა, როდესაც მის 16 წლის ქალიშვილს, მარიას, მოსკოვში სკოლიდან სახლისკენ მიმავალ გზაზე დაესხნენ თავს. მას მკერდში ჩაარტყეს და საავადმყოფოში გადაიყვანეს. თავად კადიროვმა დაგმო თავდასხმა და თქვა, რომ ვინც ხალზე ხელს წევს, კაცი არ არის. თუმცა ინციდენტი მოხდა პრეზიდენტ ოტელთან ახლოს, რომელიც კადიროვის ხალხის არაოფიციალური შტაბ-ბინაა მოსკოვში. უმეტესობას ჯერა, რომ ეს იყო კადიროვის რომელიმე შეშლილი მიმდევარი, რომელსაც ლიდერის გულის მოგება სურდა. ამის შემდეგ ფიოდორმა სრული დუმილი არჩია, ალბათ ოჯახის შიშით. კადიროვმა კი საჯაროდ თქვა, რომ ფიოდორმა ალბათ გააცნობიერა თავისი შეცდომა. ეს იყო გაფრთხილება, რომ კადიროვის წინააღმდეგ წასვლა რუსეთში გონივრული არჩევანი არ არის.